ეს ვიდეო მე რო ვნახე, მე მგონია რომ ბევრმა ადამიანმა ვნახოს. მარტო არის უკრაინის დამარცხება, ჩვენი დამარცხება. უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. გვეუბნებია რომ თურმე მტრის წარმატება არის კარგი ჩვენთვის. თვითონ რუსული საფრთხე დაშინებენ ხალხს, რომელიც რეალურია და თუ შენი საფრთხე ვინც არის და ვინც მტერია, ის სადმე აღწევს წარმატებას. ეს კარგი როგორ არის ჩვენთვის. როგორ შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფალს ან პროპაგანდის წარმომადგენელს უხაროდეს, რომ შენი მტერი გაძლიერდა. ეს სიხარული რით შეიძლება აიხსნას თუ არა აშკარა, ამაზრზენი მორალური თვისებებით ადამიანის და მოღალატეობრივი ინსტინქტით, რომ უხარიათ ყველაფერი ის, რაც დემორალიზაციას გამოიწვევს ჩვენსაც, იმიტომ რომ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა ეგ მიაჩნიათ. მე შეიძლება გითხრა, რომ ივანიშვილმა ხო არ გათვალა სწორად. ოღონდ არ მოწყვლეთ ხალხო. მთელი ეს ლაპარაკი რომ აი სამყარო ესეთი საშიხბათო ხდება, ამერიკა ესე ყოყმანობს და მით უმეტეს ჩვენ გვაქვს არგუმენტები პრაგმატულიც, გარდა მორალურისა, რომელსაც ნორმალური ხელისუფლება მუდმივად უნდა იყენებდეს საქართველოს ინტერესებისთვის. და ეს ხელისუფლება ასაკეთებს მხოლოდ პუტინისთვის გასახარ ამბავს ჩვენთვის ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის უკრაინის და ამერიკის ხელისუფლებების შორის აი ამ ჯახის იყენებს დემორალიზაციისთვის და სიხარული აქვს ამის გარშემო და ყოველთვის კითხვა უნდა დავუსვათ რა გიხარიათ ანუ საქართველოს კარგი რა შეიძლება მიიღოს ამერიკის და უკრაინის ხელისუფლებების შორის ასეთ კონფლიქტით მხოლოდ საფრთხის ზრდა და ამიტომ ხელისუფლება რომელიც ამ საფრთხის ზრდაზე ამყნობს თავის კამპანიას დემორალიზების საზოგადოების მის მოშორება რა აუცილებელი პირობა